მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმაში, რომ თქვენ ასეთი რეზონანსით მიიღეთ ვიდეო, რომელიც იყო გუშინ ჩაწერილი. რატომ იქცევა და გადავწყვიტე ისეთი რაღაც, რადგან მე ახლა ძალიან ისეთი კომენტარებს ვერ გწერთ, ახლა იქვე ვერ გპასუხობთ. ასეთი ფორმატი ავარჩიეთ. თუ დაუშვათ რომელიმე ვიდეო ასეთ კითხვებს გამოიწვევს, ან გაუგებრობას თქვათ, ან თქვენში რაღაც ისეთ გამოიწვევს, თქვათ, კითხვებს, რომელზეც თქვენ გინდათ პასუხი, ასე ჩავწერ ხოლმე, მოკლე პასუხებს გაგცემთ რა. ასეთი ფორმატი ავარჩიე რა. იმიტომ რომ ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ემოციები გამოიწვია თქვენში ეს ვიდეო, ვინცაც არ უნახე, შეგიძლიათ ნახოთ, აქ ლინკს მე აუცილებლად მაგ ვიდეოს დავადებთ, რომ თქვენ შეძლებთ ნახოთ რა, მაგრამ ვინც ნახა, გამოიწერა რამდენიმე კითხვები და რომელიც იყო ისეთი მნიშვნელოვანი და მოკლედ გიპასუხებთ მაგაზე. ეხლა ნახეთ, კითხვა იყო, ვიღებ ჩემს თავზე ბევრ სირთულეებს და არაფერს უკან დავუშვათ, ეხლა ვცდილობ მაქსიმალურად, რომ იმ ადამიანმა თქვათ, ეხლა რამე გავაკეთო ისეთი, რომ თქვათ, გამოვიწვიოს სურვილი ჩემს პარტნიორში, რომ მაგან დავუშვათ, ეხლა აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენს ურთიერთობაზე. ჯერ პირველ რიგში ნამდვილად ურთიერთობაში საერთოდ კაცები არიან ასე აწყობილები, რასაც მაგაზე აკეთებს ვინმე სხვა, ისინი არასოდეს იმას არ გააკეთებენ, გიცოდეთ თქვენ. მეორე კიდე, შენ თუ დაუშვათ ურთიერთობაში იკავებ კაცის პოზიციას, მაშინ მზად იყავი, რომ მასეც იქნება რა, იმიტომ რომ ეს ისეთ რა არის, კაცების ბრალი არ არის, აი სწორედ გამიგეთ და საერთოდ ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენში იწვევს რამე ისეთი უარყოფითი განწყობა მამაკაცების მიმართ, აქ პირველ რიგში ეს არის უკვე მამასთან ურთიერთობაზე, უნდა დაფიქრდეთ რა, იმიტომ რომ არის ორი ვარიანტი. აქ პირველი ვარიანტი ის არის, რომ შეიძლება მამა იყო იდეალური, დაუშვათ ოჯახში, კარგი იყო, შემომტანი იყო, ყველაფერს აკეთებდა, თქვენზე ზრუნავდა, თქვენს ოჯახზე, თქვათ, მამიშვილებზე, დედაზე და თქვენს გინდათ იგივე ნაირი პარტნიორი ყავდეთ. ამიტომ უკვე ითხოვთ თქვენი, თქვათ, პარტნიორისგან, ქმარია თუ პარტნიორი, ასე პარტნიორს დავარქმევ, ითხოვთ იგივეს. ეს არის ქვეცნობიერად ხდება. მეორე კიდე შეიძლება პირიქით მამა არ იყო ურთიერთობაში, თქვათ, დედა თქვენთან, შეიძლება შემომტანი იყო, მაგრამ დედა მართავდა სიტუაციას და ამიტომ თქვენში არის ეგ, ან შეიძლება დაუშვათ, მართავდა რას, ფინანსებს, თქვათ, მამა შემომტანი იყო, დედა მართავს, თქვათ, ფინანსურ მდგომარეობას სიტყვაზე. ან მამა პირიქით არაფერს არ აკეთებდა, ყველაფერს აკეთებდა დედა. ან შეიძლება ეს უკვე საგვარეულოში არის ეგეთი პროგრამა, როცა თქვათ, ბებიაც ეგეთი იყო, ბებიაც ეგეთი იყო, ორივე ბებია ეგეთი იყო, ძლიერი და ამიტომ თქვენს ახლა უკვე ეს გააქვთ სცენარი ზუსტად აღებული, რომ ქალმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმიტომ რომ კაცი არაფერს არ აკეთებს, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ ეს დედა თქვენი და даже ბებია თქვენი, მოდი ასე ვთქვათ, აკეთებს მაგას, იმიტომ რომ ომი იყო ადრე და კაცები იყვნენ ომში და ამიტომ დედას, ქალს უწევდა ბევრი შრომა და ბევრი პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე და ამიტომ იყო ასე რა ქვია, მე გადავედა თავისი, თქვა, დედა თქვენი ხედავდა რას აკეთებს დედამისი და ასე გადავედა, ეს პროგრამაში გადაიზარდა უკვე. რა თქმა უნდა, ხო, როცა მატრიცას ვარჩევ, ამ პროგრამებს ეგრევე ვხედავ რა და ვეუბნები, რომ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეთქვათ, რომ არა, იცით, ჩემო არ არის ეგეთი მომენტი და ზოგჯერ არის კარმაშიც ეგრევე მაჩვენებს მატრიცა, რომ ადამიანს წინა ცხოვრებიდან აქვს ეგ მომენტი და ისევ აქაც მეორდება რა სცენარი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, მატრიცა უფრო მეტყოს, რატომ ხარ თქვენ ასეთი და თუ დაუშვათ თქვენ ცდილობთ კიდე პარტნიორის გამოსწორებას, ხო? ეს უკვე ძალიან ისეთი ზარი რა. რომ შენია ეს პარტნიორი, როცა შენ ცდილობ რომ გამოასწორო. არა.
პარტნიორი მოვიდა აქ იმისთვის, რომ დაგეხმაროს შენ, რომ შენზე უნდა იფიქრო, რატო ჩემი პარტნიორი არის ასეთი, რატომ ჩემში რა ხდება, მე რატო ნუ გადაადებთ ხოლმე პარტნიორზე პასუხისმგებლობას, რომ ის არის ცუდი, მე ვარ კარგი, ის არის ცუდი. ეს არ არის ესეთი შეფასება სწორი. მას იქნება სულ ვერაფერს ვერ ეზავთ. თუ თქვენში არ გაერკვევით და ვერ გაიგეთ, ანუ ჩემში რა პროგრამებია ასეთი, რომ ჩემს გვერდით ასეთი მამაკაცი, ხო? ვერ გაერკვევით, დამიჯერეთ რა, სულ მას იქნება. ეგ წავა, სხვა მოვა, იგივე იქნება, მაინც იგივე იქნება, დამიჯერეთ რა. შემდეგი კითხვა იყო, უსამართლობა უნდა ვიყო. ხო, ანუ ნუ უსამართლობა არის, აქ ხა თეზისურად გამოვიწერე. ესე იგი დრო არ მაქვს ვიყო ბედნიერი, ხო? ანუ ესე იგი მე აქ მივხვდი, რომ ადამიანს აქ რა, სულ გრძნობს უსამართლობას. ამიტომ ღმერთს უნდა რომ ვიყო მე მარტო, არავის ახლა რა, აქ უეჭველი არის პროგრამა, კარმული, даже ვიცი რომელი პროგრამა არის. ამიტომ ახლა ჩემთან ტრენინგზე როცა იქნება პირველი ნაწილი, უძლიერესი იქნება დამუშავება კარმული პროგრამების და უშუალოდ პარტნიორთან, რა თქმა უნდა, განიკურნება და იქ მე даже დავდებ, იმიტომ რომ ზოგი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ზოგ პროგრამებზე აქ YouTube-ზე დეს, მაგრამ ახლა რო არ ეძებონ, აუცილებლად პროგრამებს მიუთითებ, თავის მატრიცებში ნახავენ და მიხვდებიან, რატომ არის ეს უსამართლობა. იმიტომ რომ უსამართლობა ტყუილა უბრალოდ არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ესე იგი ჩვენ წინა ცხოვრებაში გქონდათ უსამართლობა ნამდვილად ვიღაცის მიმართ. ამ ცხოვრებაში უეჭველი შეხვდებიან ესეთი ადამიანები, ვისგანაც ჩვენ ამ უსამართლობას ვიგრძნობთ. ეს არის მთელი პროგრამა და რომელიც მუშაობს და აქ ნამდვილად კიდე მეორე ალბათ მარტო უნდა ვიყო და ალბათ ახლა ბედნიერი არ უნდა ვიყო, ესეც არის პროგრამა ზუსტად რატომ მუშაობს ეს თქვენში ეს პროგრამა. ეს უნდა უბრალოდ გაიგო და უნდა დაამუშავო, იმიტომ რომ აქ ჩვენ სულ ყველა მოვედით ბედნიერებისთვის, აბსოლუტურად ყველა. უბრალოდ ეს არის ზოგს გონიათ რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ადვილად, კი არიან წყვილები, ვინც ახლა ნამდვილად მაგათთან ყველაფერი ადვილად არის, მაგრამ ეს სხვა ეს არის მონათესავე სულები, მაგათმა უკვე დაამუშავოს მილიონჯერ ეს ყველაფერი და ეხლა მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეხმარონ განვითარებაში, მაგრამ უფრო რბილად, მაგაზე მთელი ვიდეო ჩავწერე, რომელსაც აუცილებლად მივცემ გოგოებს ტრენინგზე, სადაც დაწვრილებით აუხსნის საერთოდ ყველა აბსოლუტურად ურთიერთობები, რომ უკვე ადამიანი რო შემოდეს შენ ცხოვრებაში, შენ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად არის, აქ ერთი ვიდეო უკვე დავდე და მეორე კიდე ცალკე ჩავწერე გოგოებს, ვინც მოდის ჩემთან ტრენინგზე, იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად უნდათ რომ გაიგონ, რა მჭირს და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მე ვიყო ბედნიერი და არ იჯდე ისე რომ იტირო, რომ ნამდვილად მე უკვე всё დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მე უკვე ბედნიერი არასოდეს არ ვიქნები და ასე შემდეგ. ეს არის ნამდვილად არასწორი რა, რბილად რო გითხრათ, არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია იყო ბედნიერი, შენ მაგისტრის ხარ აქ ჩამოსული რა, შენი სული მაგისტრის მოვიდა, უბრალოდ შენ უნდა გააკეთო ამისთვის რაღაც და კიდე იყო რომ კი მინდაო და ზუსტად მაგ კითხვაზე რო გადავიდეთ, ხო? კი მინდა, მაგრამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, შენ შემოგევლე. ყველაფერს ფინანსები რას ნიშნავს? ეს არის ჩვენი ენერგიის მიმოცვლა, ხო? ანუ ეს როგორ არის? შენ ახლა რომ მიდიხარ მაღაზიაში, ხო? და ყიდულობ იმას, რაც შენ გინდა, შენ ფულს იხდი, არავინ არაფერს არ მოგცემს შენ უფასოდ. აბსოლუტურად შენს რაღაცაზე სადღაც მუშაობ და შენ არ დადიხარ თქვა სამსახურში, ტყუილა უბრალოდ შენ იქაც იხდი რაღაცას, ხო? იმიტომ რომ ეს არის შენი გიხდიან და ელოდები ხელფას სიტყვაზე. მე კიდე როცა შენ ეს არის ელემენტარული რომ შენ ხა უნდა გადაიხადო იმაზე, რაც შენ გჭირდება. ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა არის, მომსახურება არის, ეს არის თქვა ნიფტი რამე, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ეს არის აუცილებელი, ეს არის ენერგიის მიმოცვლა. ადამიანი, რომელიც შენთვის ამზადებს, თქვა ინფორმაციას და რომელიც უნდა რომ შენ დაგეხმაროს, ხო? ისეც ახლა რაღაცა რომ ეს რო გაიგოს, ხო? რაღაც ჩადო დრო, ფინანსები და ასე შემდეგ იმისთვის რომ თქვა ახლა რა შენზეც უნდა დახარჯოს ახლა დრო და ენერგია. ეს ერთი და მეორე კიდე რაც ეხება საერთოდ
რა არის იცით მე მაგალითად ესეთი მიდგომა მაქვს ჩემთვის მაგალითად როცა ადამიანი მეუბნება რომ მე მინდა ეს რაღაცა და ფული არა მაქვს ხო ან გამიკეთე თქვათ უფასოდ მე რას ვთვლი რომ ეს ადამიანს არ სჭირდება და ჯერ კიდე უნდა იხარშოს იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც არის დღეს იმიტომ რომ როცა შენ ძალიან გჭირდება რაღაცა ხო აი აუცილებლად გამოჩნდება ფინანსებიც აუცილებლად გამოჩნდება ეგ სიტუაცია აუცილებლად მოვა შენთან ეს საშუალება რომ შენ ეს მიიღო ესე იგი არ გჭირდება იმდენად ჯერ არა ხარ იმ დონეზე ცუდად ხო რომ შენ კიდე თქვათ გადაიხადო თქვათ თანხა რომელიც უნდა გადაიხადო იმისთვის რომ შეიძინო ის რასაც შენ ფიქრობ რომ გჭირდება იმიტომ რომ მე ვერავინ ვერ გამაკვირვებს იმით რომ აი ფული არა მაქვს და რა ვქნა როცა მართლა ვიყავი ისეთ მდგომარეობაში რომ უკვე აღარ ვიცოდი რა გამიკეთებია აი უკვე არ ვიცი რა ურთულის მდგომარეობაში და უკვე ღმერთს რომ ვეხვეწებოდი რომ დამეხმარე რამეში მიგზავნი და ადამიანებს ზოგი იყო უფასოდ ხო აი ეს უფასოდ არის საშუალება რომ რასაც მე თქვენ ვიდეოებს გიწერთ ხო ეს არის უფასო დახმარება უამრავი მაქვს თუნდაც კლუბში უფასო მედიტაციები რაღაცა ტექნიკები უფასოდ არის ხო შედი და ნახე რა თუ დაუშვათ არა გაქვს საშუალება რომ გადაიხადო და როცა შენ ნამდვილად იქნები ისეთ მდგომარეობაში რომ ღმერთო ოღონდაც დამეხმარე და რაღაც და გიგზავნი საშუალებას და გეუბნება აგერ არის არ არის ეს ესეთი თანხა რო თქვა შენ ახლა ვერ შეძლო უბრალოდ წადი მიდი გაიგე ну ეხლა გამოვიდა რომ მე ტრენინგს რასაც გავაკეთე რომ გადავხედე პროგრამას გამოცდე რა გამომივიდა 3 ტრენინგი 3 ერთს ფიქრობდი მარტო კარმული ურთიერთობის განიკურნება გამომივიდა 3 იქ მნიშვნელოვანი თემა ანუ ერთში გამოვიდა 3 ტრენინგი მაგრამ ჯერ კი ვიფიქრე მეთქი ახლა ეს ну იმ თანხაში რაც მე ვთქვი ეს არის რა მართლა ძალიან ადამიანები თუ მოერევიან მაგას იმიტომ რომ ეს არის ენერგიის მიმოცვლა ხო უნდა მოხდეს და შეიძლება ადამიანი ვერ მოერევა იმიტომ რომ არ ვერ გადაიხადა თქვათ იმდენი რაც ღირს ეს ინფორმაცია იმიტომ რომ ეს მე ვიცი სამყაროს წესები და ვიცი როგორ მუშაობს მაგრამ ну ვიფიქრე რომ კაი ალბათ საჭიროა და იყოს ახლა ამ ეტაპზე ეგრე თქო რა ხო და მაგრამ შენ თუ ესეც არ შეგიძლია შენთვის შენი თავისთვის იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ფულის ჭადება არის შენში შენ რო კარგად იქნები ყველაფერი კარგად იქნება შენ ცხოვრებაში დამიჯერებ ეს მუშაობს ეს და ამიტომ ფინანსები არა მაქვს და ყველაფერი ფინანსები ეს ეს არის უკვე როცა არ მაინც და მაინც არც მჭირდება ახლა ისედაც კარგად ვიქნები და გამოუწვრები ან მირჩევნია არის კიდე აქ ის რა ქვია მეორადი სარგებლობა რომ აი რო გავხდე ბედნიერი მე რა მე რაზე ვინერვიულო მე რაზე ვიწუწუნო მე რაზე აი სხერფლის როლი რა ეს არის სხერფლობა რა იმიტომ რომ მე არ შემიძლია მე არ მინდა მე ვერ ვშოულობ მე ვერ კარგეთ რა გეხვეწებით რა მე მაგით ვერ გამაკვირვებთ ვერც ერთი რა როცა მინდოდა რომ გამოსულიყავი რთული სიტუაციებიდან ღმერთმა არ განახოთ არც ერთს ნამდვილად აი არ ვიცი რა როგორც აი ეს ზღაპარი რო არის ბაყაყი რო იყო იმაში რა ქვია არაჟანში მაინც გამოვედე რა იმიტომ რომ მჭირდებოდა ნამდვილად ინფორმაცია ყველაფერი მზად ვიყავი რომ აი რა ვიცი მე ისეთ რაღაცებზე მუშაობდი რომ ოღონდაც ეს ფული მომეპოვა რომ თქვათ გამოვიყვანე ამ მდგომარეობაში ძალიან მძიმე კარმული ურთიერთობა მაგ გამოვლილი უდმძიმესი არც ერთს არ გისურვ თქვენ რომ წერთ ხოლმე რაღაცებს აი რა ვიცი ამიტომ ახლა ეს არის აი 8 წელიწადი კიდე წერს გოგო რომ მაქო ესა რა ქვია კარმული ურთიერთობა როდის იქნება აი გეუბნები რადგან შენ როდის მეღირსება თუ არა ეს ბედნიერი ცხოვრება გეღირსება თუ შენ რაღაცას გააკეთებ იმისთვის რომ გამოходე მეც 7 წელი ვიყავი კარმული ურთიერთობაში და ვიცი რას ნიშნავს ეგა და ვიცი და ზეპირად ვიცი რა და ეს გზა გამოვიარე და ვიცი რით დაგეხმარო არ გინდა მაშინ ახლა ნუ
შენს ხელშია ყველაფერი სიხარულო, შენს ხელში აბსოლუტურად. რა გინდა გამოსვლა, გეუბნებიან რომ დაგეხმარები, მოდი, ვიცი, გამოგიყვან. არ გინდა, ну, მაშინ ესე იგი ეს კითხვა გექნება კიდე შეიძლება 8 წელი. იმიტომ რომ ვერც ურთიერთობიდან ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ არ იცი, ხო? იმიტომ რომ არ შემიძლია მაგის გარეშე კი არ შეგიძლია. ან რაღაცა კიდე გაჩერებს იმ ურთიერთობაში, მაგრამ არის შესაძლებლობა, არის დამიჯერეთ, აგერ ვზივარ თქვენ წინ ადამიანი, რომელმაც გაიარა ყველაფერი, აი ძალიან ბევრი რთული გზა მაქვს გამოვლილი და ნამდვილად გამოვედი და დღეს ვგრძნობ თავს ძალიან მშვენივრად. რატო? იმიტომ რომ და ეს ფულიც არ მქონდა. კაპიკი ფული არ მქონდა, მაგრამ რო გადაწყვეტილება მივიღე, სამყარომ შემიწყო ხელი, მაქსიმალურად შემიწყო ხელი. მაქსიმალურად. და ამიტომ ეს არის უბრალოდ სურვილი. სურვილი როგორ, აი გადაწყვეტილება უნდა მქონდეს მიღებული. ან ვცხოვრობ ისე როგორც ვარ ამ ჭაობებში, ან რაღაცას ვაკეთებ იმისთვის რომ გამოვიდე, მორჩე, всё. აი ურიეს ვალს ავიღებ და გამოვძვრები. всё, ეს არის ჩემი პოზიცია. თუ არა და მაშინ всё, ჩუმად ვარ, всё, ვზივარ იმ ჭაობებში და ხმას არ ვიღებ. იმიტომ რომ დღეს არის მილიონნაირი საშუალება, რომ ჩვენ თავს უშველოთ. ჩვენი არის ეს გადაწყვეტილება. მეტი არავისი აბსოლუტურად პასუხისმგებლობას არ იღებს. შენ იღებ პასუხისმგებლობას შენ ცხოვრებაზე? არ იღებ. აი ეს არის, აქედან მოდის, რომ პარტნიორი მოდის და განახებს შენ თავისი უპასუხისმგებლობით, განახებს იმას, რომ შენ გაკვეთილი, ხო? შენ არ იღებს შენს თავზე პასუხისმგებლობას. შენ არ იღებს შენს თავზე პასუხისმგებლობას, რომ იყო ბედნიერი. შენ თვითონ არ ვიცი რა ვქნა. აგერ ზის ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ ვიცი მე ეს გზა. არა, ძვირია, რა არის ძვირი შენთვის? ძვირი რო იყო ბედნიერი, ნუ ოკეი, მაშინ ზივართ ისე ვაგრძელებთ. იმდენი ფული მაგ გადახდილი მე იმისთვის რომ დღეს ვიყო ის ვინც ვარ, ალბათ ერთ ბინას უკვე ვიყიდდი, მაგრამ ვამჯობინე ბედნიერება, ჩემი სულიერი ბედნიერება. ეს ბინები და მანქანები ისედაც მოვა, არაფერი პრობლემა არ არის მაგაში, ხო? მაგრამ მე მინდა რომ ვიყო ბედნიერი, რომ მე რო ბედნიერი ვარ, ჩემი შვილებიც არიან ჩემი ბედნიერები, ხო? და ჩემი გარშემო მყოფი ადამიანებიც არიან ბედნიერები და მეც ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ისინი არიან ბედნიერები და რატო? იმიტომ რომ ჯერ ჩემ თავზე ვემუშავე და არა იმათზე სათითაოდ ვემუშავე. დედაჩემის თემას რო ვამუშავებდი, რომელიც წლები მქონდა პრობლემა, ხო? წლები. დედაჩემს ერთი მედიტაცია არ გაუკეთები, აზზე არ ბაიბურში არ არის დედაჩემი, რომ მე ახლა რაღაცას ვაკეთებდი იმისთვის და აზრზე არ არის, თუ მე ახლა მაგ გულში იმდენი პრობლემები მის მიმართ რაღაცა წყენები მქონდა, ისეთები, რომ აი რა გითხრა რა. მარტო ეს იყო, მარტო იცოდა ხოლმე, რომ მეუბნებოდი ჩემი ძმა უფრო მეტად გიყვარს ვიდრე მე და უსო მეუბნებოდა შენ ვერ ახარ კარგად, რას ქვია ეგ შენ შვილი ხარ ჩემი. არა მეთქი, არა და ეს ამით ცხოვრობდი რამდენი ხანი. ჩემი ძმა კიდე კაი, სულ ვიძახდი როგორ არ შემძულდა, იმიტომ რომ მუზომოთ მიყვარს ჩემი ძმა და მადლობა ღმერთს, რომ ეს სიყვარული შემინარჩუნა და მაგრამ სულ მაგას ვფიქრობდი, არა, რაღაცა ჯანდაბა მემჭიეს რა. რატო, როგორ შეიძლება ეს დედაა ჩემი რაღაცა და როცა ეს რაღაცა ვიპოვე და დღეს ჩემი გული არის მადლიერებით შევსებული დედაჩემის მიმართ, რომ ყველა მისი ასე წოდებული მინუსები, ყველა ასე წოდებული მისი წყენა რაც გავიარე, ხო და რაც გულში მქონდა დაგროვილი, დღეს რო გავაანალიზე და გზა ვიპოვე და ყველაფერს ახსნა რომ მიუთითი, დღეს მადლიერი ვარ, რომ დედაჩემი რო არ ყოფილიყო ისეთი და რომ დედაჩემის რო არ მოქცეულიყო ისე როგორც ექცეოდა, მე დღეს არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ დღეს. და ამისთვის ახლა რომ დამჭირდა წლები, ხო და ჩემი ცხოვრება შეიცვალა, საერთოდ შეიცვალა, ასე მგონია რომ აი ერთ ცხოვრებაში რომ შენ ცხოვრობ სხვა ცხოვრებას კიდე მოგცა საშუალება, რატო? იმიტომ რომ გავიგე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია და ეს ბლოკიც ჩავდე ამ ტრენინგზე. მაგას ანუ რა არის, იცით, არის მოკლე გზა, არის გრძელი გზა, შენ რომელს ირჩევ? მე მქონდა გრძელი გზა, იმიტომ რომ არ მქონდა იმ პერიოდში ესეთი მასწავლებლები არ მხვდებოდნენ. მაგრამ ეხლა როცა უკვე არის ინფორმაცია უამრავი, ვეჭიდები ყველაფერს და იმიტომ რომ მე ჯერ პირველ რიგში ჩემთვის ამას ვიყენებ და მე უკვე ვამუშავებ ჩემ თავში, ვასწორებ და მე თქვენ გაძლევთ, რომ თქვენ უფრო გაგიადვილოთ გზა. ნუ ეს არის ჩემი ესეთი მისია. всё, მორჩა რა და აი ასე აიღო ჩემმა სულმა ასეთი მისია.
აი თქვენ გინდა გამოიყენეთ, გინდა რა, მაგრამ უფლება არ გაქვთ რომ თქვათ რომ რა ვქნა, რადგან მიყურებთ, ხო? ესე იგი რაღაცა გაინტერესებს, ესე იგი რაღაცა გიზიდავთ და ესე იგი რაღაცას ინფორმაციას იღებთ, ხო? მაგრამ რაღაც ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ ეს რო ფული არ არის და ფინანსები და რაღაცა ეს არის სისულელე, დამიჯერეთ რა, აი დამიჯერეთ. მთავარი აქ უნდა მივიღო მე გადაწყვეტილება რომ მორჩა მე მინდა გამოვიდე ამ სიტუაციიდან, მორჩა მე მინდა ვიყო ბედნიერი, ღმერთო მინდა ვიყო ბედნიერი, რა გავაკეთო. და მოგეცემა ყველაფერი, მაგრამ არა გაქვთ მიიღებული ეგ და ნუ ალბათ ეგრე მოგწონთ. всё, მორჩა აქ სხვანაირად. ეხლა მე რო ვიყო ისეთი ტიპი რო თქვა, იცით რა არის, მე ძალიან მდიდრულ ოჯახში გავიზარდე, ძალიან ესეთი ურთიერთობები მქონდა მშობლებთან და პარტნიორი იყო ესეთი ხელის გულზე მატარებდა და არაფერი არ მჭირდა, მაგრამ წაკითხული მაქვს, რომ თურმე ეს ყველას არა აქვს. აი მოდით მოგიყვებით როგორც სწორი. აი მაშინ მე ნამდვილად ეგეთ ადამიანს არ დაუჯერებდი რა. შენ თუ აზზე არ ახარ ახლა, მე რა დღეში ვარ, რომ იჯექი იქ და кайფობდი, მე ხა რა უნდა მომიყვო ახლა შენ. მაგრამ მე მაგ ისეთი გზა მაქვს გამოვლილი, რომ აი რა გითხრათ რა. ადრე ვეტყოდი მტერს და მაწყევარს, დღეს ვეუბნები მადლობა ღმერთო, რომ ეს გამოვიარა. იმიტომ რომ ღირდა იმისთვის, რომ დღეს გამიგო ყველაფერი რაც გამოვიარა, იმიტომ რომ სამყარომ ღმერთმა მომცა მაგისთვის ბონუსი. გაიგე და ეს მინდა რომ იმას ვისაც სჭირდება ეს ბონუსი თქვენს მიიღოთ. ნებისმიერ დროს მე პატარა გოგო არა ვარ, რო თქვა რომ აი ხო მეშველა. მე რა რატომ არ უნდა ვიყო ბედნიერი, სარამდენიც მე ღმერთმა, მე რა ვიცი რამდენი დრო მომცა მე უფალმა, მე ხო არ ვიცი და რატო არ უნდა ვიყო მე ეს პერიოდი ბედნიერი დაუშვოთ. რატო ამბობ თქვენ რომ ახლა უკვე დრო აღარა მაქვს, რატო, რამდენის ხარ? 115 წლის? გეხვეწებით, მე ქალი ვნახე ერთხელ როლიკი, 102 წლის ქალი იყო და ადგა და გააკეთა თვითონ ხა რაღაცა გააკეთა აკაუნტი, მოიწვია მოხუცი ქალები 95-ის, 100-ის, რა ვიცი, ნუ კაროჩე აი ამას აქეს და ასწავლდა კომპიუტერს. არჩივანი, ჩვენზე ყოველთვის არჩივანი, როგორ უყურებთ ჩვენ ცხოვრებას, ხო? აი ეს არის. და ეს რა ქვია, კიდე იყო კითხვა ხო, ნუ მე მგონი გიპასუხეთ, პრინციპში ძირითადად რაც იყო, მე თქვენ გიპასუხეთ რა. თუ ეს ახლა მოკლე როგორც ყოველთვის ჩემი ვიდეო არ გამოდის, რა ვქნა, მაგრამ ნუ ვინც ნახავს, კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა კიდე იყო თქვენზე სასარგებლო და თუ აი ნუ როცა იქნება ეგეთი ვიდეო კიდე ჩემი, რომელიც ასეთ რეზონანსს მოგიტანთ, აუცილებლად აი ასე გამოვალ ხოლმე და გიპასუხებთ რა. ამიტომ როცა გამოდის ახლა ცოტა ჩავწერო ვიდეო კიდე ხო ერთი მომენტი ხო გამახსენდა კიდე კითხვა იყო ანუ თანყვები მე პარტნიორს და ის ძალიან ნუ ესე იგი რა ქვია ყველაფერს ვაკეთებო და მაინც უმადური რჩება აი აქ ერთი სიტყვას გეტყვი და მე მინდა დღეს ახლა ჩავწერო კიდე ამის შემდეგ ვიდეო ზუსტად რომ ნამდვილად შენ იმას სჭირდება რასაც შენ აძლევ მაგას შენ მაგას კითხე მას რა უნდა ნამდვილად კითხე იმიტომ რომ შენ შეიძლება აკეთებ იმას, რასაც შენ ფიქრობს, რომ კარგია. აი ელემენტარული მაგალითი, ვაკეთებ ყოველ დილით მას, უკეთებ მაგას საუზმეს. და ეს არ ჭამს იმ საუზმეს, ხო? მაგრამ გეუბნება რომ მიდი გეხვეწები რა papa მომიხარშე, აი უფრო მინდა მე უკეთებ მაგას ბუტერბროდებს. რატომ? ნუ იცი რა არის papa ეხლა რა არის ეხლა არ მცალე და ეს ბუტერბროდები შეჭამე ეგეც ხო საჭმელი არის. და ეს გრძელდება თქვათ, ნუ კაი ხანი, ხო? ის არ ჭამს ამ შენ ბუტერბროდებს, გეუბნები papa მინდა. შენ არ გესმის. მე ხო თან ვყვები, ვდგები, ვჭრიან პურს, ვაკეთებ ამ თქვათ ხა იმას რა ქვია, ხაჭაპური ყველის ნუ კაროჩე. არ ჭამს რა, აი თან უმადურია. კაცი გეუბნები papa მინდა. გესმის შენ მაგისი გესმის? არა, რატომ? იმიტომ რომ შენ იღებ რას, ანუ ჩემ ახლა მე ვიცი რომ ძალიან კარგია დილით საუზმე და ამიტომ სასარგებლო არის, უნდა ჭამოს და ის არ ჭამს. მე დროს ვხარჯავ, მე სამსახურში მეჩქარება, მაინც უკეთებ და ის უმადური, ნუ ეს ბანალური მაგალითია. ბანალური. კითხეთ თქვენ პარტნიორს რა გინდა სინამდვილეში. და არა ის მე რა მინდა რომ მას
გაუკეთო და მე ვიცი რომ ეს კარგი შენ რა იცი იმისთვის რაც შენთვის კარგი იმას არ ნიშნავს რომ იმისთვის არის კარგი. რაიგეთ არ იქნება მადლიერე. ნუ რა თქმა უნდა იქ კიდე პროგრამები იქნება დარწმუნებული რომ არის ენერგიებიც მე-12 მე-6 და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემო ლამაზებო ყველაფერი არის ჩვენი არჩევანი. ყველაფერი აბსოლუტურად ამ ცხოვრებაში არის ჩვენი არჩევანი. მინდა ვიყო ბედნიერი თუ მინდა ვიყო აი ასეთი უბედური. კი, მინდა ვიყო ბედნიერი. რას აკეთებ იმისთვის? კითხვა რჩება.